მოგესალმებით მეგობრებო, მართალია რამდენიმე დღის უკან გავაკეთე გაშლა რას მოგიტან შემოდგომა, მაგრამ ერთი გაშლა ყოველთვის ვერ რეზონირდება და თუ თქვათ ვიღაცისთვის არ იყო ის გაშლა, შეიძლება დღევანდელი გაშლა იყოს თქვენთვის და ნახოთ სექტემბერმა მოაკაკუნა აგერ უკვე კარზე და რას მოგიტან სექტემბრის თვე. პირველი მეორე ვარიანტი, ვისთვის არის გაშლა ჯერ ეს ვნახოთ. ვისთვის არის და არ ვიცი შეცვალა რამე სწავლობ, შეიძლება სტუდენტი ხართ, შეიძლება ახალ საქმიანობას ეუფლებოდეთ, რაღაც ოსტატობას სწავლობდეთ. ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ნებისმიერი სიახლისთვის მზად არის, რომელსაც არ უჭირს ადაპტირება, რომელიც სულ მიზნებზე ორიენტირებული, რომელმაც ზუსტად იცის რა არის თვის როგორ, მისთვის ოცნებები და ილუზიები და ასე ვთქვათ, მხოლოდ ლაპარაკი არაფერია, მისთვის ეს არის ქმედების ადამიანი და ძალიან კარგი ენერგიების მატარებელი ადამიანი. ხო და აბა ასეთ ადამიანებს რას გპირდებათ სექტემბერი სამსახური, კარიერა, ფინანსები და პირადი. სამსახური შეიძლება შეიცვალოთ მეგობრებო და აბსოლუტურად ახალ რეალობაში გადახვიდეთ და ახალი დაიწყოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი წარმატება გელოდებათ სამსახურში, კარიერულ სფეროში, თანხებში. რატო ხართ? რატო? აჰა. ნახეთ, ის მომენტი თუ თქვათ დღეს თანხები ხო? თუ თქვა, აი, გეტყვით ახლა რა ხდება. მოკლედ, თქვენ სავარაუდოდ რაღაც იმ პირად ცხოვრებაში გქონდათ იმედგაცრუებები, რამაც მე ავტომატურად იმოქმედა ფინანსურ სფეროზეც არ შეიძლება ვალა დაიღო რამე, ან შეიძლება დიდი დანახარჯები გქონდათ ამ ადამიანების გამო და თვალსაზრდო სიტუაციაში არ აღმოჩნდით, მაგრამ ფინანსებში წინსვლა მოდის რის ხარჯზე ჩამოკარგება და ვიღაცა დაგეხმარებათ, ვიღაცა წამოგაყენებთ ფეხზე, ვიღაცა ხელს გამოგწვით. შეიძლება ორი შესაძლებლობაც ორი მხრიდანაც მოვიდეს ეს თანხები და სტაბილურობა მოვა. ოღონდ პატარა დროის მერე აქ ცოტა დრო დაგჭირდებათ. სავარაუდოდ აი ეს განულებაც რაღაცას უკავშირდება, მერე მოდის ძალიან დიდი გამარჯვება და წინსვლა და რაღაცა პერიოდის მერე აუცილებლად შემოვა ბედნიერება. აი პირადში რაც შეეხება მოდის და რა მოდის. მართლა საბედისწერო ადამიანი მოდის, მართლა ბედის თან ნახეთ შემოდგომა ზაფხული, გაზაფხული, ეს რა ქვია, ზამთარი, ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი ამ იმაში, რა ქვია, არკანში და მოდის, მარა რა მოდის, პირდაპირი მნიშვნელობით მოდის რა, მარა ვინ მოდის, ხო? არ ბევრი ცხოვრებაში ალბათ ბედიც მოდის, ჩემო კარგო ადამიანებო, აქ ისეთი, არ ვიცი, აი ხა ვნახოთ აბა კიდევ. ნახოთ. თქვენი ადამიანი მოდის. ადამიანი, რომელთანაც აი არ ვიცი, ყველანაირი ჰარმონია გექნებათ, ხო? თუ ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური, თუ ინტელექტუალური, თუ ემოციური, აი სათქვენო ადამიანი მოდის. რა მაგარია ენკენის თვე თქვენთვის. მადლობა პირველ ვარიანტს და აგისრულოთ ღმერთმა ყველა თქვენი ჩაფიქრებული ოცნება და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. აბა ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი ვისთვის არის გაშლა. რა გჭირთ ხალხო? ადამიანი, რომელიც ახლა ძალიან არასასურველ ენერგიებში, ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რამე ეტკინა, ადამიანი, რომელმაც დაკარგა იმედი და ადამიანი, რომელიც სამი არკანი ერთად ამოვიდა. თქვენმა ზედმეტმა ამბიციებმა დაგხუპათ. თქვენმა ზედმეტმა სიკეთეებმა შეიძლება თანხებშიც საკმაოდ ბევრ რაღაცას გასცემდით, იმპულსურად იღებდით გადაწყვეტილებებს, კი ბატონო, არ უკვირდებოდით, არ ეძიებდით რაღაცებს, ბევრი იყო თქვენს ცხოვრებაში დაფარული ინფორმაცია, ბევრმა მოგატყუათ, შეიძლება ბევრ არასწორ ადამიანთანაც მოხვდით და ეხლა ძალიან უსიამოვნო ენერგიებში ხართ, მე რასაც ვუყურებ. კარგით, აბა ვნახოთ ახლა რა მოდის კარიერაში, რა მოდის ფინანსებში და რა მოდის პირად ცხოვრებაში. კარიერაში არა, სისავსე მოდის. აქაც ასე ვთქვათ, ბევრი ცვლილებები გექნებათ, ბევრი ტკივილი იქიდან გამომდინარე სავარაუდოდ, მაგრამ ეს ყველაფერი
სავარაუდოდ წარსულს მშორდება, იმიტომ რომ აქ არც ერთი ნეგატიური არკანი არ მომდის. სიკვდილიც თქვენ იცით, რომ ეს არის ახალის დასაწყისი, ხო, ძველი ყველაფერი წარსულს ბარდება და ახალში ძალიან ისეთი სასიამოვნო რჩება ვიღაცამ საჩუქარიც გაგიკეთოთ იმ კუთხით, რომ ახალი სამსახური გიპოვოთ და ასე ვთქვათ, ახალ რეალობაში აღმოჩნდეთ კი და ეს იზეიმოთ კიდეც და შეიძლება ოჯახის წევრიც დაგიდგეთ ამ ნაწილში გვერდში. ფინანსებს რაც შეეხება აქ უფრო მეტი ილუზია ვიდრე რეალობა, მაგრამ მოდის. აი რასაც ოცნებობდით სავარაუდოდ დაახლოებით ის თანხები მოდის, ხა მე არ გულისხმობ არარეალურ და ასე ვთქვათ რეალობას მოწყვეტილ რაღაცა ძალიან დიდ ციფრა თანხებს, დიდ რიცხვებს, მაგრამ იმისთვის რომ რაც თქვენ გჭირდებათ ახლა და რისთვისაც თქვენ გჭირდებათ, ხო, ის თანხები მოდის ყოველ შემთხვევაში არ აგვიანებს. პირად ცხოვრებაში მაგი მიჩანს, მოდის ადამიანი. მაგრამ ეს დადებითი ადამიანია თუ რას მოგიტანთ ეს მანახე? აი, ამიტომაც დავამატე რა, იმიტომ რომ შეიძლება აქ რაღაცა გარკვეული კუდები ქონდეს ამ ადამიანს და თქვენთან მოსვლის მერე დაიწყოს განვლება იმ წარსულის, გარკვეული პატარ-პატარა პრობლემებიც მოგიტანოთ, თქვენ იყოთ მომსწრე, ასე ვთქვათ, მისი ცხოვრების ნგრევის წარსულში, აი კუდები მოიყოლოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ თქვენთან მოსული უკვე მარტო იქნება, ასე ვთქვათ, მარტო იქნება და თქვენ მისთვის იქნებით ახალი გზა, თქვენ მისთვის იქნებით დასაყრდენი, აი სტაბილურობას ეძებს და თითქოს თქვენში იპოვის და არ გამიკვირდება მეგობრებო ქორწილით დამთავრდეს ეს ამბავი, იმიტომ რომ ოცნებების ასრულება, ნახეთ რა საინტერესო, მე არ გამიკვირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ქორწილით დაგიმთავრდეთ ყველაფერი, იმიტომ რომ იმპერატორის არკანით და სამყაროს არკანით საკმაოდ ისეთი ტანდემია რა, ოცნების ასრულება. შესაძლოა იცით რა არის, ეს ადამიანი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, აი სხვა რაიონიდან მოდიოდეს, სხვა ქვეყნიდან მოდიოდეს თქვენთან, აი გადაადგილებას მიჩვენებს, რა გადაადგილებას მიჩვენებს. სამართლიანობის არკანით რას მიიღებთ მანახეთ? სტაბილურობას. აბსოლუტური სტაბილურობა შემოაქვს და ეს რა არის? კი, აი ხო გეუბნებით, არ გამიკვირდება რომ აქ თქვენ ოჯახი შექმნათ. მფარველობა, ოჯახი, კანონი, ტრადიცია, ასე ვთქვათ, აი ოჯახური ენერგიები იეროფანტი, ხო? მადლობა მეორე ვარიანტსაც. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგან ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ, ახლა სადღერძელოსავთ არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ყველა ოცნება აქ სრულებოდეთ და ენკენის თვე თქვენთვის მართლა ჯადოსნური თვე ყოფილიყოს, ყველა და ერი მიმართულებითა და გაგებით. კარგით შემოკარგება და გემშვიდობებით.